დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის ყველა წახნაგზე და ვსაუბრობთ ყველა ფაქტორის მიუხედავად. მათ შორის ადამიანის ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, პოლიტიკური წამსისა და რელიგიური შეხედულების, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. ამ დღეებში განსაკუთრებით ხშირად მინდა რომ ეს გავიმეორო. თქვენ იცით რომ ჩვენ კვირეულს ვუძღვებით. კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად სწორედ თებერვალში იწყება და მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. დატვირთვა თუნდაც იმიტომ, რომ თებერვალი არის ცნობადობის თვე. შეიძლება ბევრ დაავადებას დავუკავშიროთ და შეიძლება სხვადასხვა წელს სხვადასხვაგვარად იყოს, მაგრამ ეს ის თარიღია, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება. იმიტომ რომ თავად თებერვალი ხან 28 არის, ხან 29-ით, ის ცვალებადია, მაგრამ დამოკიდებულება ამ თარიღის მიმართ არ არის ასეთი მერყევი და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული. ჩვენ ლაპარაკობთ მართალია იშვიათ დაავადებებზე, მათი რაოდენობა თითქოს არც ისე ბევრია, მაგრამ შევთანხმდით, რომ როდესაც თებერვლის ბოლო დღეს იშვიათ დაავადებათა ცნობადობის არაუბრალოდ თვეს ვაჯამებთ, არამედ დღეს აღვნიშნავთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მთავარზე, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ საბოლოო ჯამში იშვიათი დაავადებების რაოდენობა იმაზე მეტია ჯამურად, ვიდრე ოდესმე ეს წარმოგვედგინა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ბედი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული ძალა აქვს ყველა იმ სიტყვას, რომელიც ამ ადამიანის მხარდასაჭერად უნდა ითქვას. ამ ადამიანის ინტერესების სასიკეთოდ გადაიდგას, ყველა ის ნაბიჯი არის საყურადღებო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალების ხმასთან ერთად, რა თქმა უნდა, მშობლების ხმა. მშობლების ხმა არის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი და ჩვენ თუ დავაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები, მათ ძალიან ყურადღებით უსმენთ უკვე ძალიან სერიოზულ სამეცნიერო კონფერენციებზე. ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მშობლის პოზიცია არის დაფუძნებული იმ ყოველდღიურობაზე, რომელიც მას საკუთარ შვილთან აკავშირებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციის მოსმენა მაშინ, როდესაც ერთი მშობელი ძალიან ბევრი მშობლის ხმას წარმოადგენს. სულ რამდენიმე წამში ჩვენ გავაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას. როგორც დაგვირდით, დღეს ჩვენ სხვადასხვა წახნაგით ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში არის ჩვენი საუბრის მთავარი სათქმელი, როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ დიახ, იშვიათია დაავადებები, მაგრამ მათი საერთო რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ პრობლემების მქონე ადამიანების საერთო რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია და უკანასკნელი მონაცემებით არაერთხელ ვახსენე უკვე კვირეულის მიმდინარეობისას, რომ 300 მილიონს გადააჭარბა საერთო მაჩვენებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა გავიგონოთ ამ ადამიანების ხმა და ყველამ უნდა გავიაზროთ, რაში ჭირდება ერთ ადამიანს მეორე ადამიანის მხარდაჭერა, რაშია საზოგადოების ძალა და რაშია საზოგადოების დანიშნულება, არა მოსახლეობის, არამედ საზოგადოების, რომელიც თავისი სიმწიფით ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის საჭიროებებზე პირველ რიგში ზრუნავს. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ასოციაციას წარმოადგენს. ეს გახლავთ ჯუშენის კუნთოვანი დისტროფიის ასოციაცია, სწორედ მისი ხელმძღვანელი ბატონი ზაქარია გუშიანი გახლავთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. დილამშვიდობისა ბატონო ზაქრო. მოგესალმებით ბატონო მარია. მე უნდა გავამხილო, რომ მართალია სტუდიაში პირველად ბრძანდებით, მაგრამ თქვენ არ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი პირველად, რადგან ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს წლების წინ გადაღებული სიუჟეტი, რომელიც ქრისტიშანა მოამზადა, კარგად ახსოვს, სადაც თქვენ იყავით საოცარი რესპონდენტი და ძალიან მნიშვნელოვან წახნაგებზე გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რაც უნდა იცოდეს საზოგადოება. როდესაც საუბრობთ ერთ პრობლემაზე, იშვიათი დაავადებების ჭრილში, მაგალითად,
თუნდაც დუშენის კუნთოვან დისტროფიაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მშობლების გაერთიანება ცვლის ამინდს და საერთოდ ცვლის თუ არა ეს ამინდს და საზოგადოების განწყობას. რა შეუძლია მაგალითად მშობლების გაერთიანებას ასეთ შემთხვევაში შეცვალოს? თქვენ მათი ხმა ხართ დღეს ჩვენ სტუდიაში, მით უფრო რომ თქვენ ერთ-ერთ ყველაზე კარგად სტრუქტურირებულ, ძლიერ და გამოცდილ ორგანიზაციას წარმოადგენთ. დიახ, მოგესალმებით, გალაპონი მარიამ, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ჩემი აქ ყოფნა, ბუნებრივია ჩემს პოზიციას მოგახსენებთ ჩემი ორგანიზაციის პაციენტების და ჩვენი მხარდაჭერების სახელით, რადგანაც ამ სივრციდან იღებს საზოგადოება ინფორმაციას და ინფორმირებული რაც აუცილებელია, ბუნებრივია თითოეული მოქალაქისთვის. კონკრეტულად დიუშენის კუნთოვან დისტროფიის შემთხვევაში მე გახლავართ თავმჯდომარე აღნიშნული ორგანიზაციის და ორგანიზაცია შეიქმნა 1 წელია, დავიწყებ თქვენი კითხვიდან პასუხზე. მნიშვნელოვანია გაერთიანება და ბუნებრივია ცვლის ამინდს, რადგანაც წლების წინ მშობლები, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებაზე, უწევდათ დამოუკიდებლად ბრძოლა. ძალიან რთულია ბუნებრივია როგორც ბრძოლა, ასევე ფსიქოემოციური მდგომარეობა, როდესაც მშობელი მარტოა ამ მძიმე დაავადებასთან, ბავშვთან, ჩვენ გავერთიანდით. ელემენტარულად ინფორმაციის მოძიება. დიახ. რა თქმა უნდა, გავერთიანდით, იყო ცალკეული პრობლემები, ბუნებრივია არის უამრავი იშვიათი დაავადება და სახელმწიფო ალბათ ყველასთან მიმართებაში სრულყოფილად ვერ ჩაერთვება თუ არ იქნება მშობლების ხმა. თუ არ იქნება აქტიურობა მშობლების. აქტიურობა მშობლების არ იყო სტატუსიც კი განსაზღვრული ამ კატეგორიის ბავშვებზე, რომლებსაც ბუნებრივია საჭიროებათ უამრავი საჭიროებები, ფიზიოთერაპია, მედიკამენტები, ინფორმაცია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რაც შეიძლება ამ პერიოდში 1 წლის განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ გადაჭრა ეს საკითხები, ქონდა არაერთი კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ქონდა ასევე კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიასთან, ჩვენთან ჩამოვიდა ჩვენ ძალისხმევით ჩვენს ქვეყანაში კომპანია ბიომედიკა, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ პროფესორები, რომლებმაც როგორც ჯანდაცვა სახელმწიფოს, ასევე ჩვენ წარმოგვიდგინეს დოკუმენტაცია და დაამტკიცეს, რომ დღესდღეობით წამლები, რომლებიც აქამდე არ იყო, არის უსაფრთხო და ეფექტური და თავისუფლად შესაძლებელია ამ წამლების მიღება. ბუნებრივია ასეთ მდგომარეობაში, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რომელიც არის მძიმე გენეტიკური დაავადება და რომელიც მხოლოდ ბიჭებში შეინიშნება და იშვიათ შემთხვევებში გოგონებში, ძალიან რთულია მასთან გამკლავება დამოუკიდებლად. წლების განმავლობაში დაახლოებით 5 წლიდან იწყება პროგრესი ამ დაავადების, ის პროგრესირებს და არ ჩერდება. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ხდება ეთილში მეჯაჭვულობა, ხდება კუნთების გადაგვარება, კუნთების ნაცვლად ხდება ცხიმოვანი ქსოვილის ჩანაცვლება და ამის შემდეგ სამწუხაროდ ეჯაჭვებიან ეთილს, მაგრამ შეგვიძლია საიმედოდ თქვათ ის, რომ დღეს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა არაერთი მედიკამენტი, რომელიც ბლოკავს აღნიშნულ დაავადებას, დაავადება აღარ პროგრესირებს და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ხდება სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედია ჩვენთვის, თითოეული მშობლისთვის, პაციენტისთვის, როდესაც ბავშვები ელოდებიან შველას, ელოდებიან პირველ რიგში მშობლების მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ შეგვიძლია თამამად უთხრათ მათ, რომ დღესდღეობით არის მედიკამენტები, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, რადგანაც ყოველი დღე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ყოველი საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ბავშვთან მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია მათ უთხრათ თამამად, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ეს დაავადება სრულად დამარცხდეს. ძალიან სერიოზულ საკითხს შეეხეთ. მე მინდოდა დამესვა კითხვა. დიახ, თქვენ ხართ ახლა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ამ მშობლების ხმა და არაერთ სივრცეში ხართ თქვენ ამ ორგანიზაციის ხმა უკვე წლების მანძილზე, თუმცა თქვენ მიანიშნეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია იცოდეს ამ პრობლემების შესახებ საზოგადოება და იცოდეს ყველა იმ სტრუქტურამ, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა, იმიტომ რომ ერთ ოჯახს, ერთ მშობელს ამ პრობლემასთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია. თქვენ ბრძანეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეტაპობრივად ამ ბავშვის ორგანიზმში, ამ ბავშვების ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები გავითვალისწინოთ და აი ეს პროცესი მაქსიმალურად გადავავადოთ და რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ცხოვრების ხარისხი, არა მარტო ბავშვების, არამედ ამ შემთხვევაში მშობლების.
თქვენი როგორც მშობლის გამოცდილება როგორია? ყველაზე დიდი პრობლემა რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობაში? ყველაზე დიდი სირთულე, რომლის გადალახვა ერთ მშობელს უხდება, რა არის ბატონ ზაქრო? დიახ, მოგახსენებთ იმის გათვალისწინებით, რომ დაავადებასთან ერთად შეიმჩნევა შიდა ორგანოების პათოლოგიები, ღვიძლის, თირკმელების, გულის, სასუნთქი გზების. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად კომპლექსურად უწევს მშობელს ყურადღების მიქცევა და ძალიან რთულია თუნდაც იმ სოციალურ პირობებში, როდესაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული აღნიშნული. ჩვენ ასევე გვქონდა მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროსთან, შექმნილია ყველა სპეციალისტი, რაც ამ დაავადებასთან მიმართებაში არის აუცილებელი და უახლოეს პერიოდში ჩვენი იმედი გვაქვს, რომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ მულტიდისციპლინარული გუნდი შეიქმნება და სრულყოფილად იქნება წელიწადში ორჯერ გამოკვლეული ბავშვები. ძალიან რთულია მშობლისთვის, თქვენ იკითხეთ, რომ რა სირთულეებს ვაწყდებით. გარდა იმისა, რომ ერთი მშობელი მაინც ბუნებრივია მიჯაჭვულია შვილთან და ბუნებრივია უარს ამბობს სამსახურზე, კარიერას და ასე შემდეგ. ამასთან ერთად იბრძოლოს ან დადგეს ქუჩაში, ან სხვაგვარად განახორციელოს აქტივობები. ეს სირთულე მნიშვნელოვანია, გამოკვეთილია და იმ დროს, როდესაც ჩვენ გვიწევს არაერთი აქტივობა, ასე დროს ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც უნდა იყოს ბავშვთან მშობელი, გამოვიდეს ან ქუჩაში დადგეს, დააყენოს მოთხოვნა. ანუ ერთდროულად შულსაც მოუაროს და ამ ბავშვის ინტერესები დაიცვას და საზოგადოებას უმტკიცოს, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის ბრძოლა აუცილებელია. ერთის მხრივ არსებობს გარკვეულწილად მიუღებლობა, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ორგანიზაციაში არც ერთი მშობელი არ მოიძებნება, რომ ან დამალოს ეს დაავადება, ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს ადაპტირება საზოგადოებაში მისი შვილის. ეს პრობლემა აღარ არსებობს, შესაძლოა არსებობდა და რაღაც დოზით არსებობდეს, მაგრამ თითქმის ეს ბუნებრივია, დროც ხო იცვლება გარემოთ. რა თქმა უნდა, ეს ბავშვები, მკაცრავად, ბავშვები ყოველ შეხვედრაზე ჩვენთან ერთად არიან, ისმენენ ინფორმაციას, ჩვენ ბუნებრივია გსურს, რომ მათაც გქონდეთ სრულყოფილად ინფორმაცია, თანაც იმ ფონზე, როდესაც უკვე შესაძლებელია, როგორც ვახსენე, ამ დაავადების დამარცხება, დაბლოკვა და პროგრესირების შეჩერება. ამ ფონზე ჩვენ არ ვერიდებით, ეს პრობლემა შესაძლოა წლების წინ არსებობდა, რაც თქვენ იკითხეთ, მაგრამ მოლოდინის რეჟიმი, რაც ბუნებრივია ყველაზე რთულია, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დედისთვისაც და მამისთვისაც, მაგრამ განსაკუთრებით დედისთვის, მოლოდინის რეჟიმში, როცა ჩვენ ველოდებით, როდის გადაწყდება საბოლოოდ ეს საკითხი, როდის მიიღებს მედიკამენტებს ჩვენი შვილები. დღეს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე არის არაერთი მედიკამენტი, არის ეგზონსკიპინგი, რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში კოდური კარნახია დარღვეული და არ ხდება ორგანიზმში არსებული ცილა დისტროფინის მიწოდება კუნთებზე, რაც აუცილებელია კუნთების ფუნქციონირებისთვის. ეგზონსკიპინგი ამ პრობლემას აგვარებს სრულად თითქმის და ეს აპრობირებულია და უსაფრთხოა. ასევე არის ჯივინოსტატი, რომელიც არის უკუჩვენებების არ მქონე მედიკამენტი და ეს უკვე EMA-მ, ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა და ევროპის ყველა ქვეყანაშია. ასევე არის ელევიდისი გენური თერაპია, რომელიც კლიანობაში ახდენს ამ დაავადების დამარცხებას. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენს პაციენტებს ორს ერთდროულად აღმოაჩნდა ძმებს, ერთ-ერთი იყო იმ დროს ამერიკის მოქალაქე, ამერიკაში FDA-მ აღიარა აღნიშნული მედიკამენტი და იმ დროს, როდესაც დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა ბავშვი ერთ სართულზე კიბეებზე ასვლას, ეხლა უკვე რამოდენიმე სართულს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია გადალახოს და ავიდეს რამოდენიმე სართულზე. ანუ მედიკამენტის ეფექტურობას ადასტურებს. რომ ამ ესე რომ ვთქვათ, გენური თერაპიის შემდეგ ეს პრობლემა აშკარაა, რომ გადაჭრილია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს მედიკამენტი და კიდევ სხვა არაერთი მედიკამენტი, რომელიც სოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე აღიარებულია, ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოება სახელმწიფოს ყველა რგოლს სახელმწიფოს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივია კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიებთან, კომუნიკაცია მშობლებთან, ორგანიზაციასთან, ბავშვებთან, პარლამენტთან, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება და ბიუჯეტში იყოს გამოყოფილი შესაბამისი სახსრები, რათა მოგვარდეს საბოლოოდ ეს პრობლემა. ჩვენ ფაქტიურად ვფიქრობთ, რომ ვართ სწორედ ამ ეტაპზე,
რომ გადაიჭრას ეს პრობლემა და იმედი გვაქვს რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა, პარლამენტი ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მშობლებს არ მოუწევთ ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ ბუნებრივია თუ გამოვალთ და მოვითხოვთ ამოშლ მედიკამენტს, ეს იქნება სწორი ნაბიჯი, რადგანაც მაქსიმალურად მშობლები გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მედიკამენტები იქნეს მიღებული, არ იყოს ასე რომ ვთქვათ ინფორმაციული ვაკუუმი ქვეყანაში, ყველა წევრს კონდეს ინფორმაცია, ყველა მოქალაქეს კონდეს ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების. შეიქმნა პეტიცია და 10,000 მეტ ადამიანმა მოვაწერა ხელი, მიიღეს ინფორმაცია როგორც დაავადების, ასევე მკურნალობის ეფექტურობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ის წუხილი, ის ჭიდილი, ის მონდომება უკვალოდ არ ჩაივლის, რაც წლების განმავლობაში ამ დაავადებას თანსდებდა. ბატონო ზაქრო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და მე მინდა თქვენი ნათქვამი ფრაზიდან გავაგრძელო და ისე დავასრულო ეს ბლოკი. დღეს მაყურებელმა ალბათ შენიშნა პირველი შემთხვევა, როდესაც მოსაუბრე მედიკამენტებზე საუბრის დროს მე არ გავაჩერე. თქვენ იცით რომ ჩვენ სრულიად არაკომერციული გადაცემა გვაქვს და არც ერთი მედიკამენტის, კლინიკის, კერძო დაწესებულების სახელი აქ არ ისმის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონმა ზაქრომ რამდენიმე პრეპარატი დაასახელა, როგორც შესაძლებლობა, შანსი იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. და საზოგადოების მხარდაჭერა მათ ძალიან სჭირდებათ. ეს ხმა უნდა იყოს გაგონილი ამ ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეისმინოს ამ პრეპარატების შესახებ, ზოგადად იმ მეთოდების შესახებ, იმ საშუალებების შესახებ, რომელსაც შეუძლია ამ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს. და მაშინ რაშია ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა არის ურთიერთმხარდაჭერა, რასაკვირველია, ურთიერთმხარდაჭერა, მაშინ ვის უნდა დაუჭიროთ მხარი? იმ მშობლებს, ვინც ახლა ხმას იღებს იმისთვის, რომ საკუთარი შვილებისთვის ხვალ მაინც კონდეთ წამალი. აი ეს არის ჩვენი ამოცანა და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ამოცანაც ეს იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს ჩვენი ნათქვამი აუცილებლად მიაღწევს ადრესატს და საზოგადოება გულთან მიიტანს იმას, რაც თქვენ თქვით, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და როგორც მშობელმა. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი კი გახდათ ძუშენის კუნთოვანი დისტროფიის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ზაქარია გუშიანი. მე არ გემშვიდობებით, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და გადაცემის მეორე ბლოკში კოლეგებთან ერთად ვისაუბრებ. როგორც დაგვირდით, კოლეგებთან ერთად ვაგრძელებ საუბარს და ახლა სტუდიაში შემოგვიერთდა თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჩვენი გადაცემის მეგობარი და გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, გენეტიკოსი ქალბატონი თიკა ტყემალაძე. თიკა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, როდესაც გვაქვს საშუალება საზოგადოებას ყველაზე რთული საკითხები მარტივად განვუმარტოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მაშინ, როდესაც იშვიათ პრობლემებზე ვსაუბრობთ და იშვიათ გენეტიკურ დაავადებებზე ვსაუბრობთ. როდის ვამბობთ, მოდით კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას, როდის არის გენეტიკური დაავადება, სწორედ ამ კატეგორიის იშვიათი გენეტიკური დაავადება. მივესალმები მაყურებელს და გაგიმარტავთ ამ ტერმინს. იშვიათად ითვლება დაავადება, რომლის სიხშირეც პოპულაციაში არის 1-2000 ან მეტი. ესეთი დაავადებები ცალკე აღებული იშვიათია მართლაც, თუმცა ერთად აღებული მსოფლიოს 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და სამწუხაროდ პედიატრიულ ასაკში უფრო ხშირად ვლინდება ხოლმე, შემთხვევათა ყველა იშვიათი დაავადების 75% ზუსტად ბავშვთა ასაკში ვლინდება და უფრო ხშირად ეს ნევროლოგიური, ნეიროგანვითარების სიმპტომებით მიმდინარეობს ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი საუბრების ერთგვარი რეტროსპექტივა. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი? მე რამდენიმე წახნაგს შევეხები. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ
გენეტიკაში დაშიფრულ საიდუმლოებაზე და იმ საიდუმლოზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რასაკვირველია ჩვენ გულისხმობთ რისკებს, რამ შეიძლება მაქსიმალურად ნოყიერი ნიადაგი შექმნას ამ გამომჟღავნებისთვის და რაც მთავარია, პირიქით მეტად შეუწყოს ხელი, რომ ეს იშვიათი საიდუმლო, რომელიც ჩვენს გენეტიკაში არის დაშიფრული, გამჟღავნდეს და იქცეს მერე გენეტიკურ ტვირთად შემდეგი თაობებისათვის. და ასეთ თემებთან კავშირში ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთ გადაცემაში ძალიან დეტალურად ახლო ნათესაური კავშირები. არის თუ არა ეს პრობლემა თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალური და მართლაც შეიძლება თუ არა ახლო ნათესაურმა კავშირმა გარკვეული როლი შეასრულოს და როდის გვაქვს თუ არა ჩვენს პოპულაციაში ამ თემასთან დაკავშირებული კონკრეტული მონაცემები. ძალიან აქტუალური თემა არის და ვიტყოდი რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არის გარკვეული წყობის, რელიგიის ჯგუფები, პოპულაციები, სადაც ხშირი არის ახლო ნათესაური კავშირი და ეს ჩვენს საზოგადოებაში ცნობილი არის, რომ აი ბიძაშვილების ქორწინება არ არის კარგი, თუმცა ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ ნორმალური მოვლენა არის და მიღებული ტრადიცია არის და ჩვენ ადამიანების და ქვეყნების ტრადიციებს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, თუმცა აქ არის მეორე სამედიცინო მხარე, რაც გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს. მოგეხსენებათ, რომ რატომ არის რისკ ფაქტორი და ყველამ კარგად იცის, რომ გარკვეული გენეტიკური დარღვევების განვითარების რისკი არის პირდაპირ კავშირში ახლო ნათესაურ კავშირთან. განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც ეს არა მხოლოდ ბიძაშვილების ქორწინება არის, მეორე ან მესამე რიგის ბიძაშვილების, არამედ როდესაც ეს არის იზოლირებული ქვეპოპულაცია, გარკვეული დიდი პოპულაციის იზოლირებული ქვეპოპულაცია, სადაც ჩაკეტილი არის თავისი წყობით ისტორიის მანძილზე ადამიანების ქვეპოპულაციის რაოდენობა და მათში ხდება ეგრეთ წოდებული მუტაციების დაგროვება. როდესაც ვლაპარაკობთ რისკებზე, ამ რისკების შეფასება დიაგნოსტიკურ ჭრილში და თავიდან აცილება, რამდენად შესაძლებელია? კიდევ ერთხელ დასმული დიაგნოზი არის გამარჯვება არა მარტო დიაგნოზის დასმის კუთხით და პოტენციური მკურნალობის კუთხით, არამედ ოჯახებისთვის რისკის პრევენციის კუთხით და განსაკუთრებით ეს კიდევ ერთხელ ახლო ნათესაურ კავშირს მიუბრუნდები, ქალბატონო მარი, იმიტომ რომ ხშირად ესეთი დაავადებები, რომლებიც ახლო ნათესაური კავშირის დროს ვლინდება, მშობლები არიან ხოლმე მატარებლები და რისკი მეორე შვილზე, შემდგომ შვილზე არის მომატებული და როდესაც ჩვენ დადგენილი გვაქვს დიაგნოზი ბავშვთან, ეს ჩვენ სრულ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ ოჯახებს დავეხმაროთ შემდგომ შვილზე რისკის ნულამდე დაყვანის თვალსაზრისით და ეს ნამდვილად დიდი გარღვევა და წინსვლა არის მედიცინაში. გეთანხმებით და ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად ეს საკითხი. როდესაც ჩვენ ამ კონტექსტში ვსაუბრობთ, ამ თვალსაზრისით არის თუ არა საყურადღებო რისკის ზონები საქართველოში? არის ზოგადად ქართულ პოპულაციაში, ქართველებში 7 თაობას ვითვლით ხოლმე, ასე ვთქვათ, რომ არ იყოს ნათესაური კავშირი, თუმცა ჩვენთან არიან ეთნიკური უმცირესობები, ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობები საქართველოში ქართველი აზერბაიჯანელები არიან, რომლებიც საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე ისინი უფრო მეტად სიხშირე არის მათი და იქ კომპაქტურად არიან დასახლებულები და მათში ადაწესებიდან გამომდინარე ხშირი არის ახლო ნათესაური კავშირი და 304 წლის მანძილზე ჩვენს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, მათი იზოლაცია მოხდა წყობით, რელიგიით და ადაწესებიდან გამომდინარე და გენეტიკურ იზოლანტებს ვეძახით, ესეთი ტერმინი იხმარება, როდესაც თაობების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე განზავება არ ხდება და კლასტერი არის, ასე ვთქვათ, დაგროვება ხდება ესეთი გარკვეული გენური დარღვევებისა. როდესაც თქვენ შესავალში საუბრობდით იშვიათ გენეტიკურ დაავადებებზე, თქვენ ახსენეთ ის სტატისტიკა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ხშირად ესმის ჩვენს მაყურებელს მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ მთელი კვირეული გვაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრები სხვადასხვა თემასთან ამ რიცხვებზე გავლით მიდის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ, ცალ-ცალკე თითქოს ცოტა, მაგრამ ჯამში რაოდენობა საერთო უკვე 300 მილიონს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ხმის გაგონება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა ფართო საზოგადოების მხრიდანაც და პროფესიული საზოგადოების მხრიდანაც. და ერთ-ერთი მხარდამჭერი ყოველთვის არის ხოლმე ცოდნა და განათლება. იმიტომ რომ სწორედ ცოდნა და განათლება გვეხმარება იმაში, რომ მტკიცებით დავადასტუროთ ან უარვყოთ ესა თუ ის ცდარი თუ ჭეშმარიტი წარმოდგენა და ასეთ შემთხვევაში იქ სადაც გენეტიკაზე ალაპარაკი, რაღაცის დაბრალება ან რაღაცის უსაფუძვლოდ უარყოფა არ არის ხოლმე გამართლებული. მაგალითად, როდესაც საუბრობთ მთავარზე, ჩვენს განვითარებაზე და საუბრობთ ჩვენს მთავარ ადამიანურ ხაზზე, ეტაპობრივად სხვადასხვა საფეხური გაიაროს ყველა სისტემამ და განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ მაგალითად გენეტიკის ბრალეულობაზე, ნეიროგანვითარებასთან მიმართებაში. აქაც უკვე მედიცინა და მეცნიერება ამბობს, რომ ბევრი მტკიცებულება აქვს. მოდით ეს მტკიცებულებები კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩატარებული არის ძალიან ბევრი კვლევა საერთაშორისო, სადაც ნანახი არის, რომ ბავშვები, რომელთაც აქვთ ნეიროგანვითარების შეფერხება, თუ პრეისტორიაში არ იყო ღრმადღენაკრულობა, ტრამული მშობიარობა, გადატანილი ინფექცია, ანუ დაუტვირთავი იყო ადრეული პერიოდი და ბავშვს მაინც აქვს გარკვეული ნეიროგანვითარების შეფერხება, მძიმე საშუალო ან ღრმა შეფერხება, ასეთ დროს ჩვენ ასეთ პაციენტებში ხშირად ვნახულობთ იმ დამნაშავე გენებს, რომელიც პასუხისმგებელი არის მათ ნეიროგანვითარების შეფერხებაზე. ათასობით გენი არის, რომლებიც ნეირონთა შორის კავშირზე არიან პასუხისმგებელი და აი თავის ტვინის და ნერვული სისტემის განვითარებაზე, თუ ესეთი გენები მწყობში არ არის, შემდგომში ბავშვს მსგავსი პრობლემები აღენიშნება. ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ გენეტიკის ამოცანების ამოხსნა დაგვეხმარება სხვადასხვა ასეთი კლინიკური შემთხვევის მართვაში სამომავლოდ? აუცილებლად. დღეს მედიცინა არის გენების აღმოჩენის ერაში. ბოლო ათწლეულებში გარღვევა მოხდა ტექნოლოგიური, შესაბამისად ახალმა ტექნოლოგიებმა მოგცა საშუალება ღრმად ჩავიხედოთ ადამიანის დნმ-ში და მათი დაავადებების გამომწვევი დაზიანებული გენები აღმოვაჩინოთ. და ნამდვილად გასახარია და ესე არის, რომ ყოველ წელს განკურნებადი, მართვადი დაავადებების ნუსხა იზრდება და ეს ძალიან დიდი სიხარული არის, იმიტომ რომ ეს არის იმედი. დასმული დიაგნოზი შეიძლება დღეს არ ქონდეს მედიცინას პასუხი მკურნალობისხვი, მაგრამ ხვალ ჩემი ხედვა ესეთი არის და ლიტერატურაც ამის საშუალებას იძლევა, რომ ეს დაგვეხმარება ჩვენ მართვაში და მკურნალობაში. მე შემთხვევით არ დაგისვით ეს კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად სხვადასხვა პრობლემაზე საუბრის დროს ამ კითხვასთან მივდივართ ხოლმე. რადგან ინფორმაცია რაოდენ დრამატულადაც არ უნდა ჟღერდეს საზოგადოებისათვის, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, მეცნიერების სწრაფი განვითარების შესაბამისად, მაინც იმეც აღძრავს, რომ ჩვენ ამ პრობლემების გადაჭრას შევძლებთ. და როდესაც თქვენ ამაზე საუბრობთ, როგორც ექიმი გენეტიკოსი, ძალიან ძნელია ეს ეჭქვეშ დავაყენოთ და რაც მთავარია, თუ თქვენ ხედავთ ამას, როგორც გადაჭრათ საკითხებს, რა თქმა უნდა, ეს უნდა ვირწმუნოთ ჩვენ და მივიღოთ ფართო საზოგადოებამ, როგორც ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ თუნდაც იშვიათი გენეტიკური დაავადებების შემთხვევაში პასუხგაუცემელ კითხვებზე ვიპოვოთ პასუხები სამომავლოდ. თიკა, დიდი მადლობა ჩვენთან თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის და დღევანდელ დღეს სტუმრობისთვის, იმიტომ რომ თქვენ ტრადიციულად ყოველთვის მონაწილეობთ ხოლმე ამ კვირაულში. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი გენეტიკოსი ქალბატონი თიკა ტყემალაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კიდევ ერთი ბლოკი გვექნება და აუცილებლად გვეყოლება კიდევ ერთი სტუმარი სტუდიაში. როგორც დაგვირდით, კიდევ ერთი სტუმარი და კოლეგა შემოგვიერთდა გადაცემაში, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ ასევე. იგი ასევე გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი და დიდი გულშემატკივარი წლების მანძილზე და თქვენ იცით მისი კონკრეტული საქმიანობა იმ თემებთან დაკავშირებით, რომელზედაც დღეს ჩვენ გადაცემის მესამე ბლოკში უნდა ვისაუბროთ და შესაბამისად წარმოგიდგენთ ექიმ ნევროლოგს, ბავშვთა ნევროლოგს, პროფესორ ქალბატონ თეონა შათერიშვილს. თეოდილა მშვიდობისა. გამარჯობა მარი. როდესაც ჩვენ საუბრობთ მრავალწლიან თანამშრომლობაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს კონკრეტული სამედიცინო პრობლემები და მათ შორის ის იშვიათი დაავადებები,
რომელთა გზას და განვითარება საქართველოში ჩვენ საფეხურებრივად მოვყვებით. გავიარეთ ამ დაავადების ჭრილში ძალიან რთული პერიოდები, გავიარეთ გამარჯვების ეტაპებიც და გვაქვს სიახლეებიც. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას გავუზიაროთ პროფესიული გამოცდილების და ამავე დროს პროგრესის ჭრილში, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისათვის, ვისაც ეს დიაგნოზი ეხება, სწორედ ამ ნაწილს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. სპინალურ-კუნთოვანი ატროფია და დუშენის კუნთოვანი დისტროფია. ჯერ რა განსხვავებაა? ორივე შემთხვევაში თითქოს კუნთები ფიგურირებს, მაგრამ რა განსხვავებაა და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ? დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა და საუბარი ისეთ თემებზე, როგორიც არის იშვიათი დაავადებები და ჩემ შემთხვევაში ნერვკუნთოვანი დაავადებები, რომელთა ყველაზე ხშირი გამოვლინება არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და სპინალური კუნთოვანი ატროფია. სპინალური კუნთოვანი ატროფია არის ერთ-ერთი ხშირი იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადებებისგან, თუმცა კუნთოვან ატროფიასთან შედარებით დუშენი კიდევ უფრო ხშირი არის. თუმცა ორივე დაავადება იმიტომ არის აქტუალური და მნიშვნელოვანი, რომ დღეს არსებობს მისი საწინააღმდეგო მკურნალობა და სამწუხაროდ ამ ორი დაავადების გარდა ნერვკუნთოვან დაავადებებში იმ დაავადებებში, რომელთა საფუძველიც არის გენეტიკა და გენეტიკური დარღვევა, არა გვაქვს ბევრი დაავადება, რომლის მკურნალობა ჩვენ შეგვიძლია. და რატო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაავადება? იმიტომ რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ არის შთამბეჭდავი და მათი წამის გარეშე ყოფნა მედიცინისთვის იყო დამღუპველი და დღეს უკვე თანამედროვე მედიცინა ძალიან დიდ გამოწვევების წინაშე დგას და ყოველწლიურად ჩვენ ხვდებით, რომ ახალი კვლევები იდება, ახალი კვლევის მონაცემები და უკვე მრავალი წელია სპინალურ-კუნთოვან ატროფიაზე. თითქმის ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ აღიარება ხდება ახალი მედიკამენტის და დღეს უკვე 2025 წლის ნოემბერში მეოთხე წამალი აღიარა FDA-მ, როგორც გენური თერაპია, არა 2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არამედ 2 წლის ზემოთ ბავშვებში, როგორც მოსიარულე, ასევე არამოსიარულე ბავშვებში და მათ შორის მოზრდილებში. სპინალური კუნთოვანი ატროფია ძალიან მნიშვნელოვანი დაავადება, ის იწყება იშვიათად, მაგრამ მუცელყოფნის პერიოდიდან და შეიძლება სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდში და ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს და რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მას გააჩნია უფრო რთული და მძიმე მიმდინარეობა. როდესაც თქვენ ახსენეთ მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, მე მინდა მაყურებელმა დაიმახსოვროს, რომ სწორედ პოზიტიურ კონტექსტში, რომ სწორედ ასეთი საშუალებების გაჩენა ახალ ეტაპზე, ახალი სამედიცინო აღმოჩენები გვაძლევს საშუალებას, რომ შევცვალოთ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაც და შევცვალოთ ცხოვრების ხარისხი. თუ ჩვენ შევადარებთ, ორივე შემთხვევაში კუნთები ფიგურირებს, როგორც წეღან მოგახსენეთ. რა განსხვავება ამ ორი პრობლემის გამოვლინებასთან შორის, იგივე დიაგნოსტიკას შორის და მართვას შორის? დიახ, მოგახსენებთ. რა განსხვავება მათ შორის? პირველი, სპინალური კუნთოვანი ატროფიის თვითონ პრობლემა იწყება ზურგის ტვინის მოტორული, სადაც არის მოტორული ნეირონი, აი იქ ხდება და ესე წინარქების დაზიანება, რომელიც მოიცავს ზურგის ტვინს, ხოლო რაც შეეხება დუშენის კუნთოვან დისტროფიას, პირველადი დაზიანება არის კუნთის დაზიანება. თუ უფრო დეტალურად ჩაუღრმავდებით ამას, კუნთოვანი დისტროფიის დროს ცილა დისტროფინის პროდუქციის პრობლემა და ეს ცილა დისტროფინი არის კუნთოვან უჯრედში. რაც შეეხება სპინალური კუნთოვანი ატროფიის დროს, იქ არის პრობლემა გადამრჩენი მოტონეირონის ცილის პრობლემის, რომლის პროდუქციაზე არის პასუხისმგებელი ზუსტად ზურგის ტვინის წინარქების მოტონეირონი. ამიტომ ეს ორი დაავადება აბსოლუტურად განსხვავებული არის, თავისი მექანიზმი, წარმომავლობით, თავისი მიმდინარეობით და ზუსტად ამ წამლების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დაავადების
ბიოლოგიური თუ ბუნებრივი მიმდინარეობის შეცვლა და უკვე ფაქტიურად ვეღარ ვნახავთ ისეთ პაციენტებს, რომელსაც ვნახულობდით 15 წლის წინ, 20 წლის წინ, იმიტომ რომ ბიოლოგიური მიმდინარეობა უკვე თანამედროვე მსოფლიოსთვის არც ისე ნათელი არის. რადგან უკვე დროულად იწყება მკურნალობა, დროულად იწყება, მაგრამ თავარი აქ მკურნალობის დაწყება არ არის დროული. აქ არის დროული ნეონატალური სკრინინგი, იმიტომ მთელი მსოფლიო გადასულია დაავადების დროულ აღმოჩენაზე, იმიტომ რომ როდესაც როგორც ყველა შემთხვევაში. როგორც კი იწყება კლინიკური მანიფესტაცია დაავადების, იქ ითვლება, რომ ძალიან დიდი საქმე გაფუჭებულია, მაგალითად, მოტონეირონზე, რომელსაც ვლაპარაკობთ, გადამრჩენ მოტონეირონზე, როდესაც კლინიკური სურათი იწყება 70% აი ამ ცილის დაკარგული არის. ანუ რეალურად გამჟღავნება ნიშნავს იმას, რომ პროცესის დიდი ნაწილი უკვე გავლილია, ხომ ასეა? ნამდვილად. უბრალოდ კლინიკური გამოვლინება იწყება, ანუ ის რესურსი, რომელიც შეიძლება ქონოდა ორგანის, რომ ყოფილიყო უსიმპტომო, ის უკვე ირღვევა და შესაბამისად ხდება უკვე სიმპტომების გამოვლინება. ზუსტად აი ამას გვაცილებს ჩვენ ნეონატალური სკრინინგი და ფაქტიურად ნეონატალური სკრინინგი ნიშნავს დაბადებისას ხდება სწრაფი კვლევა, სკრინინგული კვლევა კონკრეტულ დაავადებაზე, მაგალითად სპინალურ კუნთოვან ატროფიაზე ხდება დროული დიაგნოსტიკა, რომ ეს პაციენტი არის დაავადებული ამ გენეტიკური დაავადებით და თუ ჩვენ დროზე მანამ სანამ კლინიკური გამოვლინება მოხდება, დავიწყებთ მკურნალობა, შესაძლებელია არასდროს არ გამოვლინდეს დაავადება, რახან ის რისი დეფიციტით ორგანიზმს აქვს, ჩვენ ამ წამლით ვანაცვლებ. თუმცა შესაძლებელია რომ გამოვლინდეს, მაგრამ ის არ იქნება იმ სიმძიმის, როგორიც ის შეიძლება ყოფილიყო წამლის გარეშე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავი წამლები არის დღეს ბაზარზე, რომელსაც შეუძლია დაავადების ბიოლოგიური მიმდინარეობის შეცვლა, გაუმჯობესება, სიცოცხლის გახანგრძლება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ითვლება, რომ დღეს ესეც აღარ არის უკვე საკმარისი, იმიტომ რომ იმდენად ძვირადღირებული წამალია, ფაქტიურად მთელი ცხოვრება ეს ბავშვები არიან ამ მედიკამენტზე და ხარჯის ეფექტურობა შეიცვალა აბსოლუტურად, როდესაც ნეონატალური სკრინინგი შეიქმნა ამ აღმოვაჩინეთ ადრეულ ეტაპზე და ჩავერთეთ ადრეულ ეტაპზე. აი ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაშიც განხორციელდეს ეს მდგომარეობა და სპინალური კუნთოვანი ატროფია ნეონატალურ სკრინინგის შევიდეს, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფო ძალიან ბევრი უჯდება ამ პაციენტების შენახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება პროგრესირებს და ასეთი პაციენტები ხვდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათ ჭირდებათ დამხმარე ვენტილაცია, მათ ჭირდებათ ბევრი სხვა საშუალებები იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე მაქსიმალურად იყოს გახანგრძლივებული და ზუსტად აი ამ ტიპის დახმარება შეიძლება გაგრძელდეს თვეები და წლებიც კი. ამიტომ თუ ნეონატალური სკრინინგის შესაძლებლობა იქნება, აი აქამდე არასდროს არ მივა პაციენტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წამლები მას დიდწილად დაეხმარება, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ ამოფხვის პრობლემას. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ შესაძლებელია ნეონატალური სკრინინგის დახმარებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევაში. დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევაში ჯერჯერობით ნეონატალური სკრინინგი კვლევის სტადიაშია, ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერჯერობით კლინიკური კვლევის ეტაპზე არის ნეონატალური სკრინინგი და ნახოთ რა შედეგები დაიდება. პილოტური კვლევები მიმდინარეობს ჯერჯერობით. თვითონ დუშენის კუნთოვანი დისტროფია ცოტა გვიან გამოვლინდება, დაახლოებით 3 წლიდან და ზევით, თუმცა შეიძლება ცოტა გვიანი გამოვლინება ქონდეს, შეიძლება ადრეული გამოვლინებაც იყოს. თვითონ ეს დამოკიდებულია გენურ მუტაციაზე და თვითონ გენის სიმძიმეზე. ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია დროზე იყოს დაწყებული მკურნალობა. დღეს დუშენის მკურნალობაში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ექსონის ამომგდები მედიკამენტები, რომელიც გარკვეულწილად გენეტიკური დეფექტის გასწორება შეუძლია და ნახევრად ფუნქციური ცილის წარმოქმნა, მაგრამ ეს არ არის ცილა, რომელიც ჯანმრთელ შემთხვევაში წარმოიქმნებოდა და აქაც მნიშვნელოვანია დროზე მოხდეს მკურნალობის დაწყება, დროზე მოხდეს ამ მედიკამენტების ჩანაცვლება, რომ დაახლოებით 4 წლით, 5 წლით
გადავადდეს ის გართულებები, რომელიც თქვა სხვა შემთხვევაში ძალიან მალე ვითარდება. ჯუშენის კუნთოვანი პროგრესული დისტროფია შედარებით უფრო გრძელვადიანი პრობლემა არის, ხანგრძლივდება ეს პრობლემები და ეტაპობრივად მოდის, თუმცა სპინალური კუნთოვანი ატროფიის დროს დაბადებისას უკვე შეიძლება იყოს პრობლემა და მათთვის საათები, კვირებიც კი შეიძლება მათი სიცოცხლისთვის იყოს გადამწყვეტი. რასიდაც ახლა თქვენ საუბრობთ, ეს არის ძალიან საყურადღებო საკითხები, იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად არაუბრალოდ სოციალურ, თქვათ, წახნაგზე მიანიშნეთ, არამედ ხაზი გაუსვით, რომ ეს არის სამედიცინო პრობლემა, რომელიც სოციალურ ჭრილში აუცილებლად უნდა გადაიჭრას. და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები, რომელიც საყოველთაოდ აქცევს სკრინინგს, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელ პოპულაციაში რაღაცა პრობლემის წინასწარ შეფასებას. და თქვენ ახსენეთ ნეონატალური, ეს ნიშნავს, რომ დაიბადა ბავშვი და ამას ვაკეთებთ დაუყოვნებლივ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს საზოგადოების ინფორმირება, რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ, ეს ყველაფერი გათვლილია სწორედ ფართო საზოგადოების ინფორმირებაზე, იმიტომ რომ ვიცოდეთ, ეს ნიშნავს, რომ მეტად მხარდამჭერები ვიყოთ იმ პროცესებით, რომელიც ამ ბავშვების და მათი ოჯახების კეთილდღეობას წაადგება. თუმცა არის საკითხები, რომელიც მშობლებმა უნდა იცოდნენ და თქვენ როგორც ექიმი, რომელიც წლების მანძილზე ამ საკითხებზე მუშაობთ, როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმ ოჯახებში, სადაც არის პატარა სპინალური კუნთოვანი ატროფიით და სადაც არის პატარა ჯუშენის კუნთოვანი დისტროფიით? დღეს ჩვენთან საქართველოში არსებობს როგორც ჯუშენის, ასევე სპინალური ატროფიის მშობელთა არაჩვეულებრივი ასოციაციები. მშობლები, რომლებიც ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი ჩვენთან გადაცემის პირობლოში იყო სტუმრად. აი გულანთებული მშობლები, რომლებიც გვერდზე გვიდგას და ერთად ბრძოლობთ იმ გამოწვევების წინაშე, რეალურად რომელიც გვაქვს თვალწინ. მშობლებმა მართალი გითხრათ, ძალიან კარგად იციან ის პრობლემები, რაც ჩვენ წინ გვაქვს ბავშვებთან ერთად, დეტალურად იციან ის მონაცემები, ის გამოსავალი მიმდინარეობა, კარგად არიან გათვითცნობიერებული დაავადებაში და მართალი გითხრათ, იმდენად კარგი და კომფორტულია მათთან საუბარი დაავადებაზე, რომელსაც კარგად იცნობენ, შევდივართ დისკუსიებში, აქვს ძალიან ბევრი კითხვები, პასუხები კიდევ უფრო ვრცლად ჭირდებათ. ერთადერთი რაც არის და თვითონაც ხანდახან ჩვენზე კარგად იციან კონკრეტული საკითხები, რაც უნდა იცოდეს ყველა მშობელმა არის, რომ ექიმთან უნდა მივიდეს 6 თვეში, წელიწადში ერთხელ მაინც, რომ რეგულარული შემოწმება და მეთვალყურეობა გავაგრძელოთ ამ პაციენტების, იმიტომ რომ აქ მოდის მეორადი გართულებები, როგორც სპინალური კუნთოვანი ატროფიის დროს, ისევე ჯუშენის დროს და აუცილებლად უნდა ნახოს მულტიდისციპლინურმა გუნდმა იმისთვის, რომ მოხდეს რისკების დროული ამოცნობა, რაც დაეხმარება ოჯახებს გამარტივდეს პაციენტის მოვლა, როგორც ადრეულ ასაკში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს იქნება რა ტიპის დატვირთვა ჭირდება, როგორი სპორტით უნდა იყოს დაკავებული, როგორი უნდა იყოს სკოლა ადაპტირებული, როგორი უნდა იყოს სოციუმი და ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, თუმცა აი ზუსტად ასეთი მშობლების პირობებში აუცილებლად ადაპტირდება და აუცილებლად შეიცვლება გარემო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის წახნაგი, რაც მგონია მთელი გადაცემის სოლობისას დაინახა ჩვენმა მაყურებელმა. მაშინ, როდესაც ბატონი ზაქრო გუშიანი საუბრობდა, მაშინ, როდესაც ქალბატონი თიკა ტყემოლაძე საუბრობდა, მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობდით და ძალიან მნიშვნელოვანია თავარი, რაც შეიძლება ადარდებთ და უმძიმებთ გულს მშობლებს. ერთია, როდესაც ვიცით, რომ არ არის არც ერთი დამხმარე საშუალება, არ არის არც ერთი მედიკამენტი და მედიცინას არ აქვს კითხვებზე პასუხი. მაგრამ სრულიად განსხვავებულია მშობლების მდგომარეობა, თქვენ ეს გაიარეთ ამ მშობლებთან ერთად, როდესაც იცით, რომ სადღაც გეგულება ასეთი საშუალება, რომ ასეთი წამლები არსებობს, უბრალოდ შენი შვილისთვის არ არის ხელმისაწვდომი და ეს არის უკიდურესად დრამატული განცდა მშობლისთვის, რომელსაც ალბათ სიმძიმი ძალიან ძნელად შეედრება სხვა რამე. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი საუბარი იყო სწორედ ასეთი ადამიანების მდგომარეობის შეხსენება, სადაც ერთი ადამიანი და ერთი მშობელი მარტო არ უნდა დარჩეს პირისპირ პრობლემასთან, სადაც საზოგადოების მხარდაჭერას აქვს უზარმაზარი როლი და
ქვეყნის განვითარება, ქვეყნის სიმწიფე და საზოგადოების სიმწიფის ხარისხიც ამით განისაზღვრება, რამდენად გვესმის ამ ადამიანების და რამდენად მზად ვართ თავი ვიგრძნოთ ერთ ოჯახად. მადლობა თეო და მადლობა ყველა სტუმარს დღეს, ვინც ერთი ოჯახის წევრად გვაგრძნობინა დღეს ჩვენ თავი. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის მესამე ბლოკის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათირიშვილი. დღეს ჩვენ არ გვაქვს ტრადიციული კვებითი შუქნიშანი, დღეს ჩვენ პროფესიონალთა და რაც მთავარია მშობელთა ხმას ვუსმენდით და მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.